მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ბლოგი, ძალზედ საინტერესო ბლოგი. ღრმა და საინტერესო ანალიზით, რაც ეხება ჩვენი ერის ყოფნა არ ყოფნის ბედს და ჩვენი ქართული მიწის კუთვნილების საკითხს, რომელიც ერთი შეხედვით ვითომ და საეჭვო არ უნდა ყოფილიყო არავისთვის, იმიტომ რომ ქართველი ერი საუკუნეების მანძილზე, ათეული საუკუნეების მანძილზე ამ მიწაზე ცხოვრობდა, იბრძოდა და თავისი არსებობისთვის უფლება დაამტკიცა ამ ტერიტორიებზე. მაგრამ თურმე არსებობენ ადამიანები და არსებობს თურმე აკადემიური წრეები, რომელი აკადემიური წრეებიც თურმე განიხილავენ იმას, რომ ეს მიწა ქართველ ერს და საქართველოს ნამდვილად არ ეკუთვნის. და აი ამ საკითხში განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ჩვენი 26 საუკუნოვანი ძმები. ჩემს ხელში აღმოჩნდა ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელდა, რომელიც ეხება არც ისე დიდი ხნის წინ, რამოდენიმე დღის წინ თბილისში ებრაული დღესასწაულს, ხანუკას, რომლის აღნიშვნის დროსაც ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული ქალაქის მერი, გია ვოლსკი და სხვა გამოჩენილი ქოცი, ასე რომ ვთქვათ, დიდებულები ესწრებოდნენ და იქ არა უკაცრავად ებრაელმა რაბინმა ჩაატარა ქადაგება. მე ამ ქადაგებას განსჯისთვის თქვენ მოგანდობთ და თავად გავუკეთეთ ანალიზი ამ ყველაფერს, თუმცა ამ ქადაგების შემდეგ თქვენ მოისმენთ დიდი ქართველი მეცნიერებათა დოქტორის ქალბატონ დენის სუმბაძის ანალიზს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჩემთან ვიდეო ლაივში იქნა დაფიქსირებული. მე არავის თავს არ ვახსოვებ ჩემს აზროვნებას, უბრალოდ ეს არის ფაქტები, ისტორიული ფაქტები და დღევანდელი რეალობის ფაქტები, რომელი ფაქტებიც თვითონ ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე. დანარჩენი კი განსჯისთვის თქვენთვის მომინდვია, უბრალოდ არსებობს უამრავი მოსაზრება, არსებობს უამრავი თეორია ზეციერ იერუსალიმთან დაკავშირებით, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე იქნა გამოკვეთილი. არ ვიცი, ეს თეორიები თქვენ შეგიძლიათ მოიძებნოთ ინტერნეტში წაიკითხოთ, მაგრამ საქართველოში რაც იგეგმება და საქართველოში რა პროექტებიც ხორციელდება და უნდა განხორციელდეს, ეს ნამდვილად ითვალისწინებს უქართველო საქართველოს. და ამისთვის შემზადებული არის აბსოლუტურად ყველანაირი ნიადაგი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ არსება, რომელიც ვითომ და დიდი ქართველი მეცნიერი არის და ვითომ დიდ მეცნიერულ კვლევებს ატარებს საქართველოში და ადგილობრივი მაუწყებლები ახდენენ ამ ყველაფრის ეროვნული მაუწყებლები ტირაჟირებას, ამ იდიოტიზმის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელი იდიოტიზმიც ამტკიცებს იმას, რომ თურმე მცხეთა არის მეორე იერუსალიმი, თურმე უფლის ციხეც ასევე და თურმე საერთოდ ეს ყველაფერი ის ტერიტორია არის, სადაც თურმე ქრისტეს წამება მოხდა, ის იერუსალიმში არ მომხდარა, მოხდა თურმე მცხეთაში. ამ ყველაფერში ალბათ მონაწილეობდით ჩვენ და ალბათ ჩვენი ბრალი არის, რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს და მსგავსი თეორიები, რომ პრაქტიკულად ქრისტეს წამებაში იქნა დანაშაულებული ქართველი ერი, ხოლო ტერიტორია საქართველო კი არ იყოს, რა ვიცი, ალბათ ახალი ისრაელი იყოს. ალბათ ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს და ჩათვალოს ეს ყველაფერი იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ვიღაცა ჭუიდან აცდენილი ადამიანის რაღაცა ბოდვები, იდეები, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის შემთხვევითი. ზუსტად ამიტომ მინდა რომ თქვენ ნახოთ ქალბატონ დენის სუმბაძესთან საუბარი. საუკუნეების მანძილზე როგორ ხდებოდა ისტორიის გადაწერა, ტყუილის დამკვიდრება საქართველოში და შემდეგ რამდენი საუკუნე ჭირდებოდა
ამ ტყუილის გაქრობას ქართველი ერის ცნობიერებიდან, ისტორიიდან და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო ისტორიიდან. ამიტომ კარგად დაფიქრდით, ნახეთ ეს ყველაფერი თქვენ თვითონ, თქვენი თვალით და გაანალიზეთ, რასაც ეს ბატონი საუბრობს, ქართველი ერის ძმა და მეგობარი თურმე ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი, ტრამპის ახლო მეგობარი, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეგობარი და ახლა მართალია ის არ ამბობს იმას, რომ საქართველო ისრაელი არის, მაგრამ არსებობს აკადემიური თეორიები, რომ თურმე ამ მიწაზე ქართველებზე მეტი ადრე თურმე ჩვენი 26 საუკუნოვანი ძმები იყვნენ მოსულები და გასაჟღერებლად ესეც ღირს. მოკლედ ნახეთ, ძალიან დიდი ყურადღებით მე გირჩევთ ნახოთ ეს ბლოგი, რომელი ბლოგიც ძალიან ბევრ რამეზე აუხელს თვალებს. და უბრალოდ დაუფიქრდით იმას, თუ როდიდან და როგორ იყო ჩამჯდარი საქართველოს მტერი, საქართველოს ისტორიის გადაწერაში და როგორი როლი ითამაშა ამ ყველაფერში საუკუნეების მანძილზე. იმ თეორიის შესახებ, რომელი თეორიაც ითვალისწინებდა ბაგრატოვანების ებრაელად წარმოჩენას და დავითის ტომად წარმოჩენას და საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. და რა ძალისხმევა შეიძლება მომავალში დაჭირდეს იმას, რომ მცხეთა და უფლისციხე იერუსალიმი არა და აქ ქრისტეს წამება არ მომხდარა და ესე შემდეგ, ამაზე კიდევ დაფიქრდით. ახლა კი ნახეთ. ბატონო მაკა ასევე მინისტრები, რომლებიც დღეს გავიცანი, ცნობილი ჩვენი ზაზა, ჩამოსული სტუმრები ყველა კუთხიდან, ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია, რომელიც ჩამოვყვა პირადად, ცოტა პატარათი ოდნა ფეხმა შემაწუხა და ბოდიში ხოვილობრო ცოტა ასეთ ფორმაში ვარ, მაგრამ თავს მაინც ვაძალებ და ფეხზე მაინც ვდგავარ. მე მინდა რომ მოგილოცოთ ეს დღეს ასწავლი ხანუქა. აქ სპიკერია ჩვენთან ერთად პატრიციული გია ვოლსკი, რომელიც გამოსვლებში ალბათ ჩემზე კარგად ილაპარაკებს. მაგრამ ხანუქას მე მგონი ცოტა მე უკეთესად შეგასწავლით აქაურ ხალხს. და ერთი რამე მინდა ვთქვა. ისტორიულად ჩვენ ქართველი ებრაელები 2600 წელი მეტი თან საქართველოში ცხოვრობთ. ყოველთვის ამაზე ისტორიული და აკადემიური ლაპარაკი მიდის. ვინ იყო უფრო ადრე აქ? ქართველი თუ ებრაელი? თუ გაურკვეველია ცოტა ეს თემა. იმცავს რომ ქართველი მეტი ადრე იყო, იმიტომ იმათმა მიგვიღენ ჩვენ ებრაელები, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ისტორიულად ფაქტია რომ რომელ დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ, ეს მოხდა 2193 წლის წინათ. ესე იგი იმ პერიოდში, როცა ჩვენი წინაპრები მაქაბები ბრძოლობდნენ ისრაელში, თავი ეცვათ დიდი იმპერიისგან, საბერძნეთიდან მაშინელ დროს, საქართველოში ებრაელები კარგად ცხოვრობდნენ. ჩემ მამა პაპას ის უბედურობა არ უნახავს. დევნა, შაბათის არაშენახვა და რელიგიის მოწყვეტა, რაც უნდა მტერს, ჩვენი განადგურება სულიერად ფაქტია. ჩვენ აქ ვიყავით, შენახულები ვიყავით. სპარსეთმა რომ მოინდომა 2500 წლის წინეთ ისრაელის მოსპობა, ძველი ისტორია, ახაშვეროში, ამანი, ფურუმი, ცნობილია ყველასთვის. მაშინ ჩვენი მამა პაპანი საქართველოში კარგად ცხოვრობდნენ.
მაგრამ გადმოგცემ ჩვენმა ძმებმა რომ ასეთი რაღაცა მოხდა და ჩვენც ყველა შევერთით იმ ზეიმს რომ ჩვენი დიდიერი მარადიული ისრაელი ღმერთმა შეგვინახა. მე ამიტომი და რაღაცა აღვნიშნო. ამას ნიშნავ რომ ქართველი ებრაელი საქართველოში დამშვიდებულად ცხოვრობდით ყოველთვის. მე დიდი იმედი მაქვს რომ ასე იქნება. ბოდიში მე პოლიტიკაში არ შედივარ, ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა. მაგრამ ძალიან კარგი ლიდერები ყავთ საქართველოს. ძალიან მაგარი ხალხი. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ბიზნეს. პირადი მეგობარია ჩემი. მაგარი მეგობარი. თქვენ მას იცნობთ ამ დროებიდან, ახლა პოლიტიკებიდან, მე მას ვთქვი მოსკოვიდან. როცა კიდე 30 წლის წინეთ რაღაცა მადლები გვაქვს ერთად გაკეთებული. პატარა რაბინი ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა, ხალხს ვეხმარებოდი. დამჭირდა, გავიცანი კაცი ბანკირი, მივმართე, შემომიერთა. ასე გავიცანი კაცი. ძალიან მაგარი ადამიანი. და მე ვიცი რომ ისი გადაწყვეტილებები საერთოდ სიკეთეს მოიტანს საქართველოსთვის და იმედი მაქვს რომ მართლაც ყველაფერი ასე იქნება ღმერთის წყალობით. როცა ბატონო პრემიერო წარმატებები მოდიდება გეგეძლიერებინო საქართველო სოფლიო დონეზე. ხალხი ზოგი ვერ იგებს, მაგრამ ცოტა სიფრთხილეა საჭირო მეზობლებიდან. და ეს პოლიტიკა მე კარგად ვესმის. ძალიან კარგად ვესმის. ცოტა ვესმის. ამიტომ ჭკვიანურად ბედნიერად აკეთებთ ყველაფერს და იმედი მაქვს რომ კიდევ ასე გაგრძელდება და ასე იქნება. მადლობა დიდი მერაბის ჩემო ხანაკ. რომ ქართველ ებრაელს ასე უღირარ ჩემო გარდა გვერდში. საქმეს აკეთებ შესაც ამ მაღალ დონეზე. ნუ ბევრ რამეს ვაკეთებთ, ჩვენც ჩვენი ორგანიზაცია ბევრ რამეს ვაკეთებთ საქართველოში. ბატონი მიხო მირელაშვილის მეთაურობით და ჩემი გვერდში ამოდგომით ბევრ რამე ეკეთება და საქართველოში თუ გარეთ, მაგრამ მე ამას იმიტომ ვნიშნავ, რომ ვიცოდეთ ჩვენიერი ძლიერია, ვიყავით, ვართ, ვიქნებით და ვარსებო და ვიარსებებთ. ბევრი წამოდგა ჩვენზე, ამ ბოლო დროსაც კატასტროფა იყო ისრაელში. მოულოდნელად მე კიდევ ამას ვამბობ ღიად, ყველგან ტელევიზორში ვთქვი, რამოდენი დღეების წინეთ რომ შეთვის გაუგებარია როგორ მოხდა ასეთი უბედურობა, რაც ჩვენ დეგვეცა თავზე ოქტომბერში. ძალიან გაუგებარია შეთვის, იმიტომ ძალიან კარგად იცი მოსადი როგორ მუშაობს, შაბაქი როგორ მუშაობს და ბუზი ვერ გაფრინდება ისრაელში, თუ ვინმე საკავს ნახული, არ არსებობს და რაღაცაშია საქმე, ხო? ამას გამოიძიებენ, მაგრამ ისრაელმა 7 სხვადასხვა ფრონტზე ყველამწერი მაინც დაამარცხა. ხედავთ თქვენი თვალით რა ხდება. აქედან დავროსავ ჩემს საყვარელ მეგობარს, ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეტანიაჰუს, რომ გამარჯვება. მაგრამ აქედან ვთხოვ მას, რაც მე მივწერე ბატონ ტრამპს ჩემ წერილში ის გამარჯვების დროს. მეგობარო, ასე უწერავი და მეგობრები ვართ, მაგრამ 20-25 წლის წინეთ გავიცანით ერთმანეთი, როგორც ბიზნესმენი კაცი გავიცანით. და მაშინ როს მეგობარი უწერავ ასე, ღმერთმა ძმა ორი თვალი მოგცა, თხოვნა მექნება მარჯვენა თვალით ისრაელს გადახედე, მარცხენა თვალი ღმერთის მონაკვეთი 64 სადაც დავიბადე, სადაც ბგერა პირველი სიტყვა ამოვიღე, დედის ენა საქართველო, საქართველოს მიმიხედე. ბატონო ჩემო მეგობარო პრემიერ, მე მოგმართეთ ეს ბატონ ბიზნესთან ლაპარაკი მქონდა მასე და 2 წლის წინეთ ამ ადგილზე ვთქვი, გავადვილეთ ჩვენ ხალხს საქართველოში აღება ხელახლად პასპორტების მოქალაქეობის ძალიან ბევრი ხალხი ფონდობს და ძალიან დიდი ძალა იქნება
თუ იჭკუა ისრაელიდან ცოტა იქ დარჩებიან საცხოვრებლად, მაგრამ ცოტა აქედაც გადმოვიდეს იჭკუა. ქვეყანა, რომელიც 77 წლის წინ უდაბნო იყო, აყვავდა. ხედავთ, აიტეკ ისრაელში რას მიაღწევს. სოფლიო როგორ ხედავს? 2 წელი ბრძოლა მერაბ და ისრაელის ეკონომიკა პირიქით მაგრდება. დოლარი დაბალი, შეკელი მაგარი. გამაგებინე, ასეთი რამე გინახავთ? აი, იმერს გაუმარჯოს, მარადიულებს, რომლებსაც წამოადგა ბევრი მტერი მსოფლიოში, მაგრამ ჩვენმა სულმა დაკვეთებამ, ღმერთის სიყვარულმა გაგვაძლებინა. ცოტა ვიყავით, მაგრამ მრავლები რწმენით. პატარა ვიყავით, დიდები ღმერთთან კავშირით და მოდით საქართველოს და ისრაელს გაუმარჯოს. რადიაკობის გამშევახსენა ერთი 5-7 ნათქვამი მაქვს, რომ ახალი არჩევნები რომ მოვაწოდოთ. მე სტუმრებთან, მოწვეულთა ბოდის ვიხდი, ეს სუფთა ებრაელების თემაა, მაგრამ ხალხი ერთ კურსში შეუშვეს და მეორეში ატარებს. კიდევ კატეგორიულად მოვითხო, რომ თბილისის სინაგოგის ახალი თავმჯდომარე აირჩიოთ. ამას ებრაელებო თქვენ გეუბნებით, ნუ წაუყურეთ, ძალიან გთხოვთ. მოგესალმებით ყველას, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს პატრიცემულ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახი კალაძეს, უკვე პირველი წელი არ ახარ ჩვენგან, გავალწეთ წინა წლებშიც მობრძანდით და დაგვაფასეთ. მივესალმები პარლამენტის ყველა წევრს, დიპლომატიურ კორპუსს. დიდი მადლობა რაბი იაკოვ გაგულაშვილს, ქართველი ებრაელების მთავარი რაბინს, რომელიც მიუხედავად ჯანმრთელობისა, მაინც ჩამობრძანდა, ამ ხელახზე გამოიარა და ვუსურვებ, რომ ღმერთმა აი ჯანმრთელობა მისცეს, სიძლიერე მისცეს და მისი თავი ბევრი წელი ღმერთმა არ მოგვიშალოს. აგრეთვე დღევანდელ დღეს, როგორც ყველამ ვიცით, ეს არის სიხარულის დღე, ხანუქის დღე, გამარჯვება. ეს შეკითხვა თქვენ დაუსვით ზუსტად იმ პიროვნებას, რომელსაც ეს პირადად ეხება. რადგანაც მე გახლავართ ის ერთი ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდა ამ საკითხში ქრისტიანს, ეკლესიას. 2014 წელს გამოვაქვეყნე არის ასეთი გაზეთი საქართველოში, არ ვიცი თქვენამდე მოღწეულია თუ არა, საერთო გაზეთი და ძალიან ცნობილი და გახმაურებული რედაქტორი ყავდა მას, ცნობილი პოეტი ვახტანგ ხარჩილავა. და ვახტანგ ხარჩილავამ დაბეჭდა გაზეთის განგრძობითი წესით, წარმოიდგინეთ 140 გვერდიანი შრომა, 140 გვერდიანი შრომა, რომელსაც ერქვა საქართველო და ქართული ეკლესია აპოკალიფსის კარიბჭესთან, ანუ ინფორმაციული ომი საქართველოს ისტორიული სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამის ავტორი გახდით მე და ვამხილე ამ შრომით ის ეკლესიური პროცესები, რომელიც ნერგავდა საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის ებრაელობას. არც ერთ შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი არცოდნა რეალობისა და ძალიან დიდი ღალატი ქართული ფენომენის, რომ ბაგრატიონთა მთელი დინასტია გამოაცხადო ებრაული ხორციელად, ებრაული წარმომავლობისად. ესე იგი, თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი, მაშინ, როდესაც მე ეკლესიას შევაგებე დავით აღმაშენებლის ცნობილი გალობანი სინანულისანი, რომელშიც დავით აღმაშენებელი წერს, როგორც თავის ცოდვას და მონანიებას
ისრაელისა მეფეთ ვაძევთ გარნა ურჯულოთა და ვაცოდვე ერი ჩემი ვითარცა მეფეთა მათ ისრაელიო. ესე იგი დავით აღმაშენებლის როგორც სამეფო ტახტის აზროვნების ეტაპი არის დასასრული დავით წინასწარმეტყველის როგორც მეფის იდეალიზაციისა. ის რაც დავით წინასწარმეტყველს მიეწერა, რომ ვითომ ტაო-კლარჯეთის სავანეში გამოცხადებული იქნა ჩვენს წინაპრად, ეს იყო გაფუჭებული ტელეფონი. ეს იყო გრიგოლ ხანძთელის მიერ გამოთქმული ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც გაიტანეს გარეთ, ესე იგი სავანიდან, გრიგოლ ხანძთელის სავანიდან და გრიგოლ ხანძთელისა და საქართველოს სამეფო ტახტისთვის გამზადებული აშოტ კურაპალატის სტუმრობიდან. როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთს ქათინაურები უთხრეს და გრიგოლ ხანძთელმა, რადგანაც ის პერიოდია, როცა ბიბლია ყვავის საქართველოში, ბიბლიის დიდება მიდის, რომ ასეთი წმინდა წიგნი შეიქმნა, სადაც ქრისტიანული სახარება და ებრაელთა წმინდა წერილი გაერთიანებულია და სახარება ითვლება ებრაელთა წმინდა წერილის გაგრძელებად. აი ეს ეტაპი შემრიგებლური, ასე ვთქვათ, ამ ებრაელი ხალხის რელიგიასთან და წმინდა წერილთან და იმათ მიერ კიდე შემრიგებლური ქრისტიანობასთან არის ასახული სწორედ ტაო-კლარჯეთის სკოლაში. ესე იგი, ეს არის ის ეტაპი, როდესაც დავით წინასწარმეტყველის ცალმუნები და მისი სიტყვები საპატივცემულოა. და აი ამ დროს შეუძლია, რომ გრიგოლ ხანძთელმა იმას უწოდოს საქართველოს გაუქმებული სამეფო ტახტის აღმდგენელს და პირველ კანდიდატს აშოტ დიდს და დიდ ქრისტიანს და დიდ ბაგრატიონს, როგორც უწოდებდნენ, რომ აი ის, როგორც დიდი მეფე იყო, ასე ვთქვათ, დავით წინასწარმეტყველი, შენ ისეთი მეფე უნდა გახდეო, გესმით? და დავით წინასწარმეტყველი შვილად წოდებულო, უთხრა, წოდებულო. ქალბატონო დენიზა, წარმოიდგინეთ. ბოდიშით ერთ რამე თქმილად ჩაგეჭრებით და ყველაფერს ამას, ამ გაურკვევლობას დავით აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრებით წერტილი დაუსვა. რა თქმა უნდა. ხო, აი ეს არის რა თქმა უნდა, გამორიცხულია ბატონ ერმილე. გამორიცხულია და მთელი ქართული მეცნიერება. ყველაზე დიდები ვინც არიან? ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, აი სტალინმა ნამდვილი ქრისტიანულიო საქართველოს ისტორია დამიწერეთო იქიდან, როდესაც ბელადი იყო და უკვე ომი იყო დაწყებული. ამათ რომ სახელმძღვანელო დააწერინა, იმ სახელმძღვანელოშიც დადგენილია არავითარი საერთო ხორციელი ბაგრატიონებს მათ არ აქვთ, აბსოლუტურად გამორიცხულია და ამას ყველაფერს გადააბიჯეს იმისათვის, რომ პოლიტიკურად ესიამოვნებინათ გაბატონებული ძალისთვის, დღევანდელი სოფლიოს ახალი წესრიგის წამყვანი ძალისთვის და ეს ასე ვთქვათ, გაფუჭებული ტელეფონით ერთ-ერთი მემატიანის მიერ მცდარი ინფორმაცია ხალხში გავრცელებული სიტყვით, რომელიც მატიანეში შევიდა და მერე ბიზანტიის იმპერატორმა გაიმეორა, იმიტომ რომ გაგზავნა თავისი
წარმომადგენლები ხალხში დაკითხეო რა ხდებაო საქართველოსშიო ხალხს დაკითხეო და ხალხიდან წაიღეს ის თორემ მეცნიერებიდან კი არ წაუღიათ ის ცოდნა ის ბაგრატიონების წარმომავლობისა ვითომ ეს იყო არასწორი გაგება გრიგოლ ხანძთელის მიერ ქათინაურისა რომლითაც მიმართა მან დიდ ბაგრატიონს გამზადებულ სამეფოდ. შეიძლება ერთი რამე რომ შეგეკითხო. ეხლა უყურეთ და რატომ მოხდა კიდე განსაკუთრებით რომ თვითონ გრიგოლ ხანძთელის ის ფრაზა რომელიც ისტორიულად ჩაწერილი იყო დაიკარგა და ქონდა აირი ინფორმაცია რა უთხრა გრიგოლ ხანძთელმა იმას აშოტკურაპალაც და როდესაც დაიკარგა იმდენად დაიკარგა რომ უნდა გითხრათ პლატონ იოსელიანი რომელიც ბაგრატიონების სიძე იყო გრიგოლ ხანძთელი საერთოდ პიროვნება არ იცოდა ვინ იყო და მოხდა ისე რომ როდესაც ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი სინას მთაზე ავიდნენ ეს იყო 1902 წელი 1902 წელი ესე იგი რამდენი საუკუნეა გასული იქიდან დააღლარჯეთიდან ხო და ივანე ჯავახიშვილს ქონდა ინფორმაცია რომ იერუსალიმის ბიბლიოთეკაში სადღაც უნდა ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ხო და რო ჩამოვიდნენ სინასმთიდან გაიარეს იერუსალიმში და ხოვეს რომ ბიბლიოთეკის არქივში ჩაეხედათ იქ ძებნეს და იპოვეს ის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და 1902 წელს სინასმთიდან წამოსულებმა ჩამოიტანეს იერუსალიმის გავლით პირველად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და grigol ხანძთელი ვინ იყო ქართველმა ხალხმა გაიგო იმის შემდეგ 1902 წლის შემდეგ ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის დაშვებული შეცდომა რომელიც გაფუჭებული ტელეფონით ხალხში გავრცელდა გრიგოლ ხანძთელისავე ეპოქაში იმას დაჭირდა მთელი მეცნიერების თავდასხმა რომ ეს გრიგოლ ხანძთელის ნამდვილი ფრაზა იქ გიორგი მერჩულეს მიერ დაფიქსირებული ისტორიული სიზუსტით შეედარებინათ მერე მეცნიერული და ისტორიული მოვლენებისათვის და დაიწყო იმან ჩვენმა უდიდესმა მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ საკუთარი ცხოვრების, საკუთარი მოღვაწეობის მიზნად დაისახა ეგ საკითხი ბოლომდე დაემუშავებინა და ამხელა წიგნი დაწერა გიორგი მერჩულე ანუ ის გიორგი მერჩულე რომელსაც დაწერილი აქვს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა გრიგოლ ხანძთელის და ტაო კლარჯეთის ცხოვრება და ისეთი სიზუსტით დაწერა ყველაფერი იმდენად კარგად იკლია რომ ერთი ბიბლიის ხელნაწიგნია გიორგი მერჩულე და იმის შემდეგ გამორიცხულია რომ ვინმე კიდევ გაიმეოროს იმ მემატიანის აზრი რომ თითქოს 78 თაობა მე გეტყვით თქვენ ამას ხელს უწყობდა თვითონ სახარება მათეს სახარება იწყება ასეთნაირად მოგეხსენებათ წიგნი შობისა იესო ქრისტესი ძისა დავითისა ძისა აბრაამისა მაშინ ავდგეთ ახლა ეს აბრაამი არის სათავე მთელი ებრაელი ერის და არც ერთ შემთხვევაში მთელი ის სია რომელიც მოგცა მათე მახარობელმა არ შეიძლება მივაკუთვნოთ ჩვენ იესო ქრისტეს და დღეს გამოდის
რომ ორმაგად შემოვიდა სარკინოზების ბატონობა. ერთი მხრივ ეკლესიური გზით და ეკლესიაში მიღებულ პოზიციებად არის აღიარებული, რომ საქართველოს დედაქალაქს უწოდონ მეორე იერუსალიმი და არსებობს კიდევ ჩვენი დიდი წინაპრის ერთ-ერთი მოწინავე და მოაზროვნე დიდი მამულიშვილის ყოფილი პატრიარქის ხატი, რომელსაც დამსახურებად უწერია თითქოს ის იყო წინამძღოლი ახალი ისრაელის. ესე იგი, საქართველო უნდა გახდეს ახალი ისრაელი და მისი დედაქალაქი უნდა იყოს მეორე იერუსალიმი. აი, ამას არაბები და ამის ებრაელები ხო ესე იგი, მთელი ჩემი აზროვნება და ეროვნული ღირსების დაცვა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. და ჯერჯერობით თითქოს მარტო ვიყავი, მაგრამ უკვე ისეთ მოვლენებს აქვს ახლა ადგილი, რომ ქართველი ხალხის აფეთქებას იწვევს უკვე ღირსების დასაცავად. და ეს სარკინოზების შემოbrunება არაფრით არ შეიძლება. არ ეპატიებათ. არავის არ ეპატიებათ და უნდა მოუძებნოთ როგორმე გზა, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანი გზით გავასწოროთ ეს დიდი უზარმაზარი შეცდომა, რომელიც დაშვებულია საქართველოში. არაფრით არ შეიძლება. და თანაც უნდა გითხრათ, რომ შევარდნაძემ როცა გაყიდა აი ჩვენ პირველი ჩანაწერი რო გავაკეთეთ ბაზალეთის ტბასთან დაკავშირებით. შევარდნაძემ როცა გაყიდა ბაზალეთის ტბა ებრაელებზე. აი იმ ებრაელებზე გაყიდვა გადაფარა მან გრიგოლ-ანტკარის მიყიდვით თურქებისთვის. და თურქული საუნივერსიტეტო ქალაქისთვის მიყიდა მათ და უნდა გითხრათ, რომ აი მართლაც პირველი დიდი პროტესტი, რომელიც მე მის უწმინდესობას შევთხოვე, რომ ჩართულიყო და ეშველა ქვეყნისთვის, ამაზე გესაუბრეთ სწორედ, იმიტომ რომ დღესაც არ მავიწყდება, როგორ შეიძლებოდა, რომ გადაეფარა ჯერ ერთი ებრაელებისთვის იმ ცენტრალური ნაწილის გაყიდვა და გვერდით კიდევ თურქებისთვის მიეცა 99 წლით. 99 წლით. და როდესაც ჩვენ ბულდოზერები გავაჩერეთ, პროტესტი იმხელა იყო ქართული საზოგადოების, როდესაც ბულდოზერები გავაჩერეთ, ამით ჩვენ მოგვატყუეს და დაგვაჯერეს, რომ გაჩერდა ეს გაყიდვა. და როდესაც მე როგორც ოფიციალური საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელმა მოვთხოვე დუშეთის სასამართლოს დოკუმენტი, რომ აღარ იქნება არასდროს აქ თურქული უნივერსიტეტი, მათ იცით წერილობით გამომიგზავნეს პასუხი და დამიწერეს ეგ საკითხი ოფიციალურად არ დასმულაო. ესე იგი დღესაც მათ ეკუთვნით ეს გრიგოლ-ანტკარის ტერიტორია თურქული საუნივერსიტეტო ქალაქისათვის, მაგრამ როგორც იმის უფლება არ აქვთ, რომ მათ გადაეცათ და თვითონ გაეყიდათ კიდევ ვინმესთვის და არც საქართველოს არ ქონდა ხელისუფლებას იმის უფლება, რომ გადაეცა კიდე სხვა მესამე ქალაქად არაბებისთვის. ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი შეცდომა კი არა, დანაშაული, დიდი დანაშაული, საკუთარ ქვეყანას ეს გაუკეთო, 3 ქალაქი ააშენებინო სარკინოზებს. ეს სარკინოზი საუკუნეების წინ შექმნილი ქართველი ხალხის მიერ სარკინოზები ქვიათ
და იცით რას ნიშნავს? სარას მიერ გაგდებული ძაღლები, როგორც გაყარა სარას ძაღლებიო. გადაშალეთ საქართველოს ისტორია, უძველესი ისტორია, ქართლის ცხოვრება და სიმონ ყაუხშიშვილის ლექსიკონი. ეს არის სარას ძაღლები. ეთე უწოდეს გამწარებულმა ქართველებმა, რომლებმაც 3 საუკუნე ვერ გაისტუმრეს. აგარაშვილები, აგარიანები ის იმას რომ აგარა. ეხლა კიდე სარკინოზები გვინდა ჩვენ? როდესაც ეკლესია მხარს უჭერს ებრაელობას და საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება მხარს უჭერს სარკინოზებს. თუ ესე იგი უპატარძლო ქორწილი. ესე იგი ყველა უსასრულოდ მიმდინარეობს ქართული ღირსების დაცემა საკუთარ ქვეყანაში. გენდის განადგურება, ქალბატონო, გენს გვინადგურებენ, გენს, ქართულ გენს ანადგურებენ. ეს გამორიცხულია, რომ ქართველმა ხალხმა დაუშვას. გამორიცხულია აბსოლუტურად. პირადად მე აუცილებლად გავაკეთებ ჩემს ოფიციალურ სხდომას, ჩემი საზოგადოებისას, რომელსაც ქვია მესიის მახვილი ერის უფლება და ღირსება და ჩვენ წარვადგენთ მოხსენებას აუცილებლად მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი ახსნა განმარტებით და თვითონ ხელისუფლებას ვათქმევინებ თუ არს. მე მაქვს ერთი ასეთი ძალიან შეიძლება ითქვას სუბიექტური ეპიზოდი პატრიარქთან, რომელიც დაკავშირებული არის მთელ ჩვენ წარსულთან, ისტორიულ წარსულთან და ამ ისტორიულ წარსულს პირველი პატრონი გამოუჩნდა ილია ჭავჭავაძე, როდესაც მან გამწარებულმა ამოხეთქა გულიდან, რომ ჩვენო ისტორიასო ვინ გვითითხნისო, თუ გახსოვთ არა, ვინ გვითითხნისო, ამ ერთი სიტყვით, ვინ გვითითხნისო, მან ყველაფერი რომ იგრძნო, რომ ბევრი ინფორმაცია არის დამახინჯებული საქართველოში. და ერთ-ერთი ინფორმაცია უნდა გითხრათ, მე აღმოვაჩინე 1900 მოიცა სწორად ვამბობ 1999 წელს, ესე იგი 2000 რო იწყებოდა რა, ბოლო თვე იყო დეკემბერი, 2000 წლის პატივსაცემად მე მაშინ პატრიარქის პატროლოგი გახლდით და მუშაობდი საპატრიარქოში და უნდა წერილი მომემზადებინა პატრიარქის კურთხევით გამოდიოდა ჟურნალი საპატრიარქოში ქრისტიანული საწყისების ირგვლივ და მუშაობ ამ დროს ამ წერილზე დეკემბერია და პირველად აღმოვაჩინე, უნდა გითხრათ, რომ დამკვიდრებული აზრი საქართველოს და ეკლესიის ისტორიაში, რომ იესო ქრისტეს კვართის ჩამომტანი იყო ებრაელი, მცხეთელი ებრაელი, თქვენც გაგიგიათ ალბათ. სიდონი. დიახ, ელიოზი. აღმოვაჩინე, რომ ის არავითარი ებრაელი არ არის. და ეს ორი ინფორმაცია ორივე ქართლის ცხოვრებაშია, რომ ის ებრაელია და არ არის ებრაელი. და ეხლა ის ებრაელი გავცელდა და დამკვიდრდა საქართველოში. და ის ინფორმაცია, რომ ეს კაცი არის მოგვი, მოგვთა კარელი და თან სასულიერო პირი, ისე დაიმარხა, კაცო, თითქოს არ წერია. და არც არავინ არ აქცევს ყურადღებას. ხო და გავარდი, ესე იგი, მე რო აღმოვაჩინე, რომ ეს არის მოგვთა კარელი და მცხეთელი კია, მაგრამ თუ ებრაელია, მაშინ მოგვთა კარში კი არ უნდა ცხოვრობდეს, ებრაელთა უბანში უნდა ცხოვრობდეს, ზემოთ ჩრდილოეთში, ურიათ უბანში. და მეუთხარი უწმინდეს, რომ მეთქი უნდა გაგახაროთ. პირველად აღმოვაჩინე მეთქი, რომ ელიოზი მცხეთელი, რომელმაც კვართი ჩამოგვიტანა, არავითარი ებრაელი არ არის თქო. და ის არის მეთქი ქალდეველი მოგვი. და უწმინდესი შეკრთა, იცით, როცა ეს უთხარი და არ გამცა, კარგახანს პაუზა გაჭერდა, იცით და
მე შემდეგ როცა მე ეს ეპიზოდი მახსენდება რომ გაუჭირდა იმას ამის აღიარება და უარყოფა მკვეთრად იყო დაკავშირებული უკვე იმ შექმნილი ტრადიციის უარყოფასთან იმიტომ რომ პოლიტიკურად უკვე ძალიან ჭირდებოდათ ეკლესიას რომ მშვიდობიანი ურთიერთობა და ასე ვთქვათ მეგობრული დაემყარებინა პოლიტიკურად ებრაელებთან. ჩვენი მხრიდან კი, მაგრამ მათი მხრიდან მეგობრობა მე ვერ დავინახე უბრალოდ, ვერ ჯვრის მონასტრის გადმოცემაში. იმის შემდეგ უნდა გითხრათ ელიოზ მცხეთელის ისტორიაზე წერ, ვიკვლევ, გამოვდივარ. ძალიან მინდა რომ მემორიალი გავაკეთო იმ მოგვთაკარის მოვინახულე ის არქიტექტორი, ბოდიში არქეოლოგი, რომელმაც იქ გამოკვლევები ჩაატარა. და ეს არის სრულიად სხვა ისტორია საქართველოს ქრისტიანობა. რა შეგეკითხათ, იცი? ჩვენ კი ვიყავით ასწლეულების საუკუნეების განმავლობაში ებრაელების მეგობრები. ხო. და მივიღეთ და ჩავიხუტეთ, მაგრამ ებრაელების მხრიდან არ ჩანს ჩვენდამი მეგობრობაო. არა. მაგი შეგეკითხათ. ეხლა ბატონო ტერმინი ახალი იწყება სრულიად ახალი ეპოქა, როდესაც ქართულმა ცნობიერებამ, ქართველმა ხალხმა ახლებურად უნდა დაინახოს 26 საუკუნოვანი ისტორია. ეს არ გახლდათ არავითარი 26 საუკუნოვანი მეგობრობა. ეს იყო შეგნებული პოლიტიკური აგენტურა, რომელიც სწავლობდა საქართველოს და ემზადებოდა იმ დაპყრობისათვის, რომლის დღეებშიც ჩვენ დღეს ავართ გახვეული. დღეს გახვეული ვართ, როგორ გვიპყრობს ისრაელი. და ეხლა ამას დაემატა კიდე სარკინოზების მეორე მხარე. მაგრამ ერთმანეთში ომი მოუვათ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება უწყობს ამას თვითონ ხელს და მე რა დღეში ვარ, როგორ მინდა რომ არც გული ვატკინო უწმინდეს და თან დავხვეწო და შევცვალო ეკლესიის პოზიციები. როგორ მინდა ეს ყველაფერი დაუმტკიცო მშვიდობიანად. და ძალიან ვიტანჯები უნდა გითხრათ ამის გამო. მაგრამ ყველაფერი მაქვს არგუმენტირებული და ძალიან მიწყობს ხელს ის რომ საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ილიას ვერ ასწდებიან და ილია ჭავჭავაძის აზრის ილუსტრირება მინდა მოვახდინო, რომ აი, როდესაც ილიამ იგრძნო, რომ ჩვენი ისტორია არის დამახინჯებული და ამას გარკვეული ძალები ხელმძღვანელობენ და ეხლა მეც არ მინდა რომ დაგღალოთ. აი ის deep state საქართველოში 26 საუკუნე მუშაობდა. ჩემი დასკვნით. 26 საუკუნე. და წარიდგინდა 26 საუკუნის გამოგზავნილი კადრებით ვმართოთ საქართველო. და ბოლოს ამ ყველაფრის დასამტკიცებლად კიდევ ერთი სტატუსი მინდა მოგიყვანოთ ამჯერად Facebook სამყაროდან. ალბათ ვინმე იფიქრებს, ამდენი მეცნიერების ამუშავრის შემდეგ Facebook სტატუსი რაღა მოსატანი არისო, მაგრამ დღევანდელ პერიოდში ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ღია, საჯარო და ამას არავინ არ მალავს. გულისხმობ იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოდან პირდაპირ ხდება ისრაელში დარეკვა და მხარდაჭერის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება ქართველმა ებრაელებმა რამენაირად ახსნან და განმარტება გაუკეთონ იმას, რომ ხანუკას დღესასწაულის აღნიშვნას ქრისტიანების მხრიდან არანაირი პრობლემა არ გააჩნია. აი ამ ყველაფრის მტკიცებულებად შეგიძლიათ ინებოთ აი ამ ადამიანის სტატუსი, რომელიც ღიად ამბობს, რომ საპატრიარქოდან დაურეკეს, რათა საზოგადოების აზრი ჩამოეყალიბებია Facebook-ზე, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა და
ქრისტიანებმა ხანუკის აღნიშვნასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნან. დანარჩენი განსჯა ისევ თქვენზე მომენტვია. რა ხდება საპატრიარქოში, რა ძალები არიან ჩაბუდებული და რა მიმართულებით მიყავთ ჩვენიერი და ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.